მოგესალმებით, მე გახლავართ ეკა იმედაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ძალიან გამიხარია, რომ დღეს მაქვს საშუალება ვესაუბრო ჩვენს თანამემამულეებს ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიც არის ანემიები და მასთან დაკავშირებული ჩივილები. ანემიით თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანს ერთხელ მაინც ექნება ჩივილები, იმიტომ რომ ყოველთვის დგება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი პრობლემები, რომელსაც მივყავართ ანემიასთან. რა არის ანემია? ანემია ეს არის ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში და ის შეიძლება დაემართოს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებსაც. რა შემთხვევაში შეიძლება დაემართოთ ჰემოგლობინის ნაკლებობა, ანუ ანემია ქალბატონებს და რა შემთხვევაში შეიძლება განუვითარდეთ ეს პათოლოგია მამაკაცებს. მე მინდა ამ ორ ჯგუფზე შევაჩერო თქვენი ყურადღება და შემდგომ უფრო ღრმად ჩაუხმავდეთ ამ საკითხებს. ქალბატონები, რომლებიც არიან 50 წლამდე, ჰქონდათ ორსულობა, ძუძუთი კვება, აქვთ მენსტრუალური ციკლი, დგანან ყოველთვის ანემიების საშიშროების წინაშე, თუ მათ აქვთ ხანგრძლივი მენსტრუაცია, არ აქცევენ ამას ყურადღებას, აქვთ კვებითი პრობლემები, რაციონიდან გამორიცხული აქვთ ხორცი და ცილოვანი პროდუქტები და აქვთ სხვა პათოლოგიები, როგორც არის სისხლდენი ბუასილი. ყველა ეს ქალბატონი არის რისკის ქვეშ, რომ მას განუვითარდეს ანემია. ასეთივე პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მამაკაცები, კერძოდ, რომლებსაც აქვთ რაციონში შეზღუდული რაოდენობით ხორცის პროდუქტები, აქვთ კუჭ-ნაზლავის სერიოზული პრობლემები, როგორიც არის კუჭის და 12 გოჯა-ნაწლავის წყლოვანი დაავადებები, ბუასილი. რატომ ვამახვილებ აი ამ პათოლოგიებზე ყურადღებას? იმიტომ რომ ეს პათოლოგიები მიმდინარეობს როგორც შეწოვის დარღვევით, ასევე სისხლდენებისგან მიდრეკილი პათოლოგიები არის. როდესაც სისხლს თავის მოცულობაში აკლდება სისხლი, ყოველთვის მივდივართ ანემიისაკენ. ასევე, როდესაც ვერ იღებს ადამიანი საჭირო რაოდენობით ხორცს და მსგავს პროდუქტებს, ყოველსაც მივყევართ ანემიებისკენ. არსებობს კიდევ ანემიების ჯგუფი, რომელიც არის B12 დეფიციტური და უკვე სიტყვაც გვეუბნება, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ვითარდება ვიტამინ B12-ის დეფიციტის გამო. არსებობს ასეთივე პრობლემა, რომელსაც ქვია ფოლიუმ დეფიციტური ანემია და სათაურიც მიგვინიშნებს, რომ ფოლატების დეფიციტის გამო ჩვენ შეიძლება განვითარდეს ანემიები. არსებობს ასეთი ანემია, რომელსაც ეწოდება ჰემოლიზური ანემიები, რომელიც კიდევ სხვადასხვა ჯგუფად იყოფა, მაგრამ მე ამაზე თავს არ შეგაწყენთ, რომელიც მიმდინარეობს ერითროციტების დაშლით და ამ პრობლემასაც მივყევართ ანემიებამდე. თვითონ ანემია როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რა არის ეს პათოლოგია, რა ჩივილები აქვს მას. ყველა ანემიისთვის დამახასიათებელია ზოგადი საერთო სისუსტე. ძალიან ბევრ ადამიანს თვითონაც და ახლობლებიც ხშირად ეუბნებიან, როგორი ფერმფრთალი ხარ და მართლაც ანემიური სინდრომისთვის დამახასიათებელია პირველ რიგში კანისა და ხილული ლორწოვანი სიფერმფრთალე, რომელიც გამოცდილი ექიმისთვის ძალიან იოლი შესამჩნევია და ხანდახან შეიძლება კარებში შემოვიდეს პაციენტი და პირდაპირ დიაგნოზი დაუსვა, რომ ამ ადამიანს ექნება ანემია და შემდგომ ეს შედი მოსაზრება ლაბორატორიულადაც განამტკიცო. გარდა კანისა და ხილული ლორწოვანი სიფერმფრთალისა, პაციენტების უმრავლესობას გააჩნია ზოგადი საერთო სისუსტე, გულის ფრიალი, თავბრუს ხვევა, ადვილად დაყლა,
აი ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ჩემი უმორჩილესი თხოვნა არ დატოვოთ ეს ჩივილები, უყურადღებოთ და აუცილებლად ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი ეს არის უნიკალური კვლევა, ძალიან იაფი, ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის. ამ ანალიზის გაკეთების შემდგომ ყველა პროფილის ექიმს, აბსოლუტურად ყველა პროფილის ექიმს აქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტს ზუსტად განუსაზღვროს, აქვს თუ არა მას პათოლოგია, ჭირდება თუ არა ექიმი და ჭირდება თუ არა უფრო ღრმა კვლევების ჩატარება. ეს არის კვლევა, რომელიც ექიმს აძლევს აზროვნების საშუალებას და გულწრფელად გეუბნებით, ფაქტიურად განსაზღვრავს პაციენტის სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკას. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა, წელიწადში ორჯერ მაინც ქალბატონებად და მამაკაცებმა ჩაიტარონ ეს აუცილებელი კვლევა. და უკვე, როდესაც ექიმი თქვენ გირჩევთ, რომ იცით, თქვენ სისხლის საერთო ანალიზში გარკვეულ უჯრედებს აქვს პრობლემა და გჭირდებათ ესა და ეს ექიმი, გააკეთებთ ამ ფაქტის იგნორირებას, გულისყურით მოეპყარით ნარჩევას და გადადგით ის ნაბიჯები, რომელსაც თქვენ ექიმი გირჩევთ. ჰემატოლოგი როგორ ხელმძღვანელობს, როდესაც სისხლის საერთო ანალიზში ხედავს პათოლოგიებს. პირველი, მოდით ვისაუბროთ ჰემოგლობინზე და ერითროციტებზე. რას გვიამბობს ის ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ? ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ადამიანს უნდა კონდეს 4 მილიონიდან 6 მილიონამდე ერითროციტი, ხოლო ჰემოგლობინი 120 გრამ-ლიტრი, ეს არის მისი ქვედაზღვარი და 160 გრამ-ლიტრამდე შეიძლება კონდეს ჰემოგლობინი. განვიხილოთ ახლა შემთხვევები, როდესაც ადამიანს ერითროციტებით შემცირებული აქვს და ჰემოგლობინით შემცირებული აქვს. ანუ მას უკვე ანემია აქვს და რა სახის არის ეს ანემია? უკვე შემდგომ დააწვრილებითი კვლევით შეიძლება ეს ჩვენ დავადგინოთ. ამ დროს ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ ერითროციტების საშუალო მოცულობას, რომელიც შესაძლებელია იყოს შემცირებული ან პირიქით ძალიან მომატებული. რაც მიუთითებს, რომ შეიძლება ჩვენ გვაქვს რკინა დეფიციტური ანემია ან პირიქით B12 დეფიციტური ანემია. და აი ამ ორი მაჩვენებლის და მესამე მაჩვენებლის დამატებით პაციენტს განუსაზღვრავთ შემდგომი კვლევის ტაქტიკას. მაგალითად, თუ MCV, ანუ ერითროციტების საშუალო მოცულობა არის 60, 65, აუცილებლად ურჩევთ პაციენტს, რომ მან ჩაიტაროს შრატის რკინის გამოკვლევა. ხოლო თუ ერითროციტების საშუალო მოცულობა არის 105, 110, მაშინ თხოვთ, რომ აუცილებლად გამოიკვლიოს სისხლი ვიტამინ B12 დეფიციტის არსებობაზე და ფოლიუმის რაოდენობა იქნას განსაზღვრული. აი ერთი შეხედვით ერთმა მარტივმა ანალიზმა ჩვენ უკვე მიგვიყვანა იქამდე, რომ პაციენტი გამოვიკვლიოთ და სწორი დიაგნოზი დავუსვათ. ისევ მინდა გავიმეოროთ ჩივილები, რომელიც ახასიათებს ანემიებს და ამჟამად მინდა ვისაუბრო რკინა დეფიციტურ ანემიაზე. ჯერ განვიხილოთ ქალბატონები და შემდგომ მამაკაცები. გითხარით რამდენიმე წუთის წინ, რომ ქალბატონებს ვის შეიძლება განუვითარდეს ეს ანემიები და მამაკაცებსაც. მაგრამ ჩივილები ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც ორივეს აქვს ერთნაირი. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და ყველაზე საინტერესო ჭყილების მწვევადობა, თმების ცვენა, თმის ბოლოების გაორკაპება, გუნება განწყობის შეცვლა, ადვილად გაღიზიანებადობა, კლაპვის დროს ყელის არეში თითქოს ლუკმის გაჩხერვის შეგრძნება, დახველებისას უნებლიე შარდვა, მეხსიერების გაუარესება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ეს ყველაფერი დამახასიათებელია რკინა დეფიციტური ანემიისთვის. და აქვე მინდა ერთი ძალიან საინტერესო სიმპტომ კომპლექსზე გესაუბრებთ, ეს არის მათის გაუკუღმართება. როგორც წესი, რკინა დეფიციტური ანემიის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ სუნებისა და გემოვნების რეცეპტორების შეცვლა.
და მათ გამძაფრებული აქვთ ისეთი სუნების მიმართ სიყვარული, როგორიც არის ნავთი, ბენზინი, აცეტონი, სველი, მიწა, უყვართ გაზეთის სუნი, საოცრად სიამოვნებთ შებოლილი თევზის სუნი, მეტროს სუნი. ზოგჯერ სპეციალურად ჩადიან ხოლმე მეტროს სადგურებში, რათა იღნოსონ ეს სუნები. ძალიან უყვართ უცნაური ნივთების და საკვების მიღება. მაგალითად, ზოგი ჭამს გაზეთებს, არ გაგიკვირდეთ, ყინულებს, უმცოსის, მაკარონს, ბურღულეულს. ეს ფენომენი დამახასიათებელია რკინათეფიციტური ანემიისთვის და ანალიზიც რო არ გავაკეთოთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ მაინც შემოწმდეს შრატის რკინის ანალიზი, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრებაში და თანამედროვე პირობებში ძალიან იოლია ამ კვლევის გაკეთება და მე მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ ანალიზის კვლევა. დიაგნოზი ფაქტიურად ჩვენ უკვე დასმული გვაქვს. როდესაც აი ამ ყველა სიმპტომა კომპლექსს შევაერთებთ, გავსინჯავთ პაციენტს, ანამნეზს კარგად გამოვკითხავთ და მივალთ უკვე დიაგნოზამდე. ეხლა რატომ არის აუცილებელი შრატის რკინის განსაზღვრა? იმიტომ რომ ამ კვლევის შედეგად ჩვენ გვაქვს საშუალება განსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა და ანამნეზთან შეჯერების შედეგად განსაზღვროთ პაციენტს როგორი სახით მივაწოდოთ რკინის პრეპარატი. ეს იქნება დასალევი, ანუ პერორალური თუ პარენტერალური რკინის პრეპარატი მივაწოდოთ. ამის მიმანიშნებელი არის თვითონ შრატის რკინის რაოდენობის მაჩვენებელი და ანამნეზში ის ნიუანსები, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამ ავადმყოფს აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები თუ სხვა ჩივილები. აქედან გამომდინარე, აი ამ მარტივი, იაფი, სწრაფი მეთოდით ჩვენ გვექნება სწორი მკურნალობა, სწორი დიაგნოზი და არაჩვეულებრივი ეფექტი. აქვე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ერთ საინტერესო დეტალზე, ეს არის, როდესაც ადამიანს გარდა ზემოჩამოთვლილი სიმპტომა კომპლექსებისა ახასიათებს ხელფეხის დაბუჟება და ენის წვა. აი ეს სიმპტომა კომპლექსი დამახასიათებელი არის ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიისთვის, რომელიც ცნობილია როგორც ფუნიკულური მიელოზის სახით და მხოლოდ B12 დეფიციტური ანემიისთვის არის დამახასიათებელი. ეს რომელიც ძალიან მალე ალაგდება ვიტამინ B12-ის მკურნალობის შემდგომ. მინდა აქვე შევაჩერო თქვენი ყურადღება ფოლიუმის დეფიციტზე, რომელიც უფრო ხშირად დამახასიათებელი არის ორსული ქალბატონებისთვის. მისი დეფიციტი იწვევს ნაყოფის პათოლოგიებს, ამიტომ ორსულმა ქალბატონებმა იციან, რომ თუ ისინი მანამდე, სანამ დაგეგმავდნენ ორსულობას, მიიღებენ ფოლიუმის პრეპარატს, ფოლიუმის მჟავას ან ლომპასარს, მათ თავიდან ექნება დაცილებული ისეთი პათოლოგიები ნაყოფის, როგორიც არის სპინა ბიფიდა, გონებრივი ჩამორჩენილობა ბავშვების და ასე შემდეგ. ამიტომ ქალბატონები, რომლებიც არიან რეპროდუქტიულ ასაკში და აპირებენ ორსულობას, მათ ორსულობამდე რამდენიმე ხნით ადრე უნდა დაიწყონ ფოლიუმის მჟავის მიღება და შემდგომ ის გააგრძელონ ორსულობის პირველ ტრიმესტრში აუცილებლად, რათა თავიდან აიცილონ, როგორც გითხარით, ნაყოფის განვითარების ანომალიები და პათოლოგიები. რაც შეეხება ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და პირადად ჩვენს დეპარტამენტს და ჰემატოლოგებს, მინდა გითხრათ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი 24 საათის განმავლობაში მზად არის მოემსახუროს საქართველოს და არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, ჩაუტაროს ეს გამოკვლევები, გასცენ სწორი უტყუარი დიაგნოზი და პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდეს, ისინი დაუბრუნდნენ საზოგადოებას და სრულყოფილად გააგრძელონ ცხოვრება.
მე გთხოვთ თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ეს შეკითხვები, სიამოვნებით უპასუხებ ამ შეკითხვებს, რამდენადაც ჩემი კომპეტენცია მომცემს ამის საშუალებას. გელოდებით, დიდი სიამოვნებით უპასუხებ თქვენს შეკითხვებს. მანამ სანამ კითხვები იქნება, ვისაუბროთ მოდით ჰემოლიზურ ანემიებზე, რომელიც მიმდინარეობს არა დეფიციტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ერითროციტებს აქვთ ესეთი უცნაური თვისება, რომ მავნე აგენტების ან ხანდახან სრულიად უცნობი აგენტების გარეშეც კი დაიშალონ და თუ მისი რაოდენობა იყო დაუშვათ 4 მილიონი, 3 მილიონი 500, აი ამ აგენტების მოქმედების შედეგად მისი რაოდენობა კრიტიკულად შემცირდეს, სადღაც მილიონამდეც კი და უფრო დავლად ჩვენ ყავდა პაციენტი, რომელსაც ჰემოლიზის ფონზე ერითროციტების რაოდენობა შეუმცირდა კრიტიკულად 900.000, 850.000 გახდა და მისი ჯანმრთელობა ბეჭდზე ეკიდა და ზუსტად სწორი მიდგომით და სწორი ტაქტიკით ეს პაციენტი წარმატებით ჩატარებული ოპერაციული ჩარევის შემდგომ არის არაჩვეულებრივ ფორმაში ჯანმრთელად და ღმერთმა კარგად ამყოფოს. ამიტომ გირჩევთ, რომ სისხლის საერთო ანალიზი აუცილებლად წელიწადში 2 ჯერ ჩაიტაროთ. მე ხა გადავხედავ კითხვებს, თუ არის კითხვები შემოსული, უპასუხებ ამ კითხვებს და შემდგომ შემოგიერთდებით ისევ. აბა ნახოთ რა კითხვებია. ჯერჯერობით კითხვები არ ჩავს. აი ერთი კითხვა არის, ბავშვობაში რამდენად შესაძლებელია და რა იწვევს. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც დამახასიათებელია ბავშვთა ასაკში ანემიები ზუსტად ისევე, როგორც მოზრდილთა ასაკში. პირველი ყველაზე უფრო გავრცელებული ეს არის ჰემოლიზური ანემიები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დედისა და ნაყოფის რეზუს კონფლიქტის შედეგად, ასევე ალიმენტარული ანემიები, ჭიებით გამოწვეული ანემიები. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია, რომ მოვმკურნალოთ ბავშვებს, ეს არის პედიატრ ჰემატოლოგების მკურნალობის სფერო და წარმატებით უმყავდებიან ამ პრობლემას იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც არის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი და ასევე ამ დაავადების მკურნალობის კომპეტენცია გააჩნიათ პოლიკლინიკაში პედიატრებსაც. არის კიდე ესეთი კითხვა წუთით. რა ჯერჯერობით კითხვები. არა, თუ შეგიძლიათ 2 სიტყვით გითხარით მცირე თალასემიისა და მისი მკურნალობის შესახებ. დიდი სიამოვნებით, თალასემია, მცირე თალასემია გარკვეულ ეტაპზე არ საჭიროებს კორექციას. ეს არის გენეტიკური დაავადება, როგორც იცით. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ განვითარდა კრიზი, მაშინ აუცილებელი არის ჩარევა. ამ შემთხვევაში მაინც კეთდება. ნახეთ, თალასემიის დროს ხანდახან ეს ერითროციტების საშუალო მოცულობა საკმაოდ შემცირებულია, მაგრამ თუ ჩვენ ჩავატარებთ რკინის ანალიზს, რკინა არ არის შემცირებული, მაგრამ ყოველთვის არსებობს ეს მედიცინაში. შესაძლებელია თალასემიით დაავადებულ ადამიანს ჰქონდეს სისხლდენა, საკმაოდ ძლიერი ან ხანგრძლივი ეს იყოს ქალბატონი თუ არის გახანგრძლივებული ციკლი და მიუხედავად იმისა, რომ თალასემიით დაავადებულ ადამიანს რკინის დეფიციტი ზოგადად არ უნდა განუვითარდეს, თუ ის დაკარგავს თავის ცხოვრების განმავლობაში საკმაოისი რაოდენობით სისხლს და დაკარგავს ცოტას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ის მაინც მივა რკინის დეფიციტამდე. ამიტომ თალასემიით დაავადებულ ადამიანსაც თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც დასჭირდება რკინის შემოწმება, შრატის რკინის შემოწმება და მაშინ ტაქტიკა არის ზუსტად ისეთივე, როგორც რკინადეფიციტური ანემიის დროს. მაგრამ ხო გეუბნებით კომპენსირებულ და სუბკომპენსირებულ შემთხვევაში თალასემიით
დაავადებულ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ თუ მაჩვენებლები ჩამოიწევს, მაგალითად ჰემოგლობინი გახდება 7 და 6 7.8 გრამი დელტალიტრი, მაშინ და ერითროციტების რაოდენობა ოდნავ შემცირდება ფოლიუმის მჟავით და ვიტამინ C-ი მისი კორექცია შესაძლებელი იქნება. და თუ აღმოვაჩენთ, რომ მას განუვითარდა ეს პათოლოგია სისხლის დაკარგვის პირობებში და რკინის დეფიციტი განვითარდა, მაშინ რკინის პრეპარატი ჩაირთვება, მაგრამ ბრმად ძალიან კატეგორიული ვიქნები, არ შეიძლება რკინის დანიშნა თუ არა გაქვს დადასტურებული, რომ თალასემით დაავადებულ ადამიანს აქვს რკინის დეფიციტი. იმიტომ რომ თალასემით დაავადებულ პაციენტებს რკინა მომატებული აქვთ და ჰემოსიდეროზის თავიდან ასაცილებლად ხო გეუბნებით, ეს დანაშაული იქნება, რომ დაუნიშნო ბრმად მხოლოდ ერითროციტების საშუალო მოცულობაზე დაყრდნობით რკინის პრეპარატი აუცილებლად საჭირო არის განისაზღვროს რკინა. თუ ის დაბალია, მაშინ მას ეს პრეპარატი უნდა დაენიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ესე არ უნდა გაკეთდეს. ნახოთ კიდევ რა შეკითხვა არის, რამდენად საშიშია რკინადეფიციტური ანემია და რა ჰიპომიკროციტოზი და რა არის ალბათ ჰიპომიკროციტოზი. საშიში არის ყველაფერი, რასაც ადამიანი არ უმკურნალებს, ძაღლტავებს უყურადღებოთ და არ მესმის უბრალოდ ადამიანის, რომელიც ასე ფიქრობს, თუ არ არის საშიში, არ ვიმკურნალებ. მე არ მესმის. თუ ვინმეს ესმის, სხვა. თუ არის პრობლემა, ის პრობლემა უნდა იყოს აღმოფრვილი. ჰიპომიკროციტოზის სავარაუდოდ რაღაც არასწორად წერია. მიკროციტოზი არის, როდესაც ერითროციტების ფორმა არის შემცირებული და ასეთი ერითროციტები მიკროსკოპში რო ჩაიხედავ, დამახასიათებელი არის რკინადეფიციტური ანემიისთვის. ანუ ერითროციტების ზომა არის შემცირებული. საშიშია ყველაფერი, რომელიც გაქვს პრობლემა და იმ პრობლემას არ მიხედავ. ეს არის ჩემი მოსაზრება და ამ მოსაზრებას ყოველთვის ერთგულობ. კიდე რა შეკითხვებია მაინტერესებს, ახლა ვნახოთ, აბა რა არის კიდე შეკითხვები. ჯერჯერობით ახალი შეკითხვები არ არის. იაქტიურეთ. კიდე არის, რამ შეიძლება გამოიწვიოს ჯირკვლების რაოდენობის მომატება. კარგით, რადგან ეს ხა ანემიების თემა კონკრეტულად არ არის, მაგრამ ჰემატოლოგისთვის ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად და რატომ? იმიტომ რომ ეს ლიმფური კვანძები სისხლბად ორგანოებს მიეკუთვნება. ნორმაში ადამიანს გადიდებული არ უნდა ჰქონდეს არც ერთი ლიმფური კვანძი. არც კისრის, არც ყბის ქვეშ, არც ძიღლის, არც საზარდულში. როდის შეიძლება გადიდეს ლიმფური კვანძები? ინფექციების დროს, პირველ რიგში, ყველაზე ხშირად ეს არის ინფექციური მონონუკლეოზი, ყბაყურა, რომელსაც ინფექციონისტები მკურნალობენ. მონონუკლეოზთან დაკავშირებით ცოტა სხვადასხვაობა არის. მკურნალობენ როგორც ჰემატოლოგები, ასევე ინფექციონისტები. ბაყურა ძალსახად არის ერთმნიშვნელოვნად უბრალოდ არის ინფექციონისტების პრეროგატივა. ტუბერკულოზი, რომელსაც ფიზიატრები მკურნალობენ და ლიმფომები. ეს უკვე არის ჰემატოლოგების პრეროგატივა. აქვე მინდა ვახსენო შიციც, რომელიც ასევე ინფექციონისტების პრეროგატივა, მაგრამ მას ცოტა განსხვავებული სიმპტომა კომპლექსები ახასიათებს და ამიტომ არ შევაჩერებ ყურადღებას ამ ფაქტზე. ლიმფური კვანძის გადიდება უკვე არის სერიოზული სიგნალი იმისი, რომ პაციენტი მივიდეს ექიმთან, გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი, ეჩვენოს ჰემატოლოგს, გასინჯულ იქნას აუცილებლად ექიმის მიერ ძალიან გულდასმით. და სისხლის საერთო ანალიზში არსებული ცვლილებების მიხედვით შემდგომ უკვე დაიგეგმება ამ პაციენტის კვლევის მიმართულება, სიღრმე და ასე შემდეგ. რა ვიცი, დროის თვალსაზრისით
დრო მე მგონი ცოტა დაგვრჩა ჩვენ, ამიტომ ძალიან არ გავაფართოვებ ამ თემას, მაგრამ ხო გეუბნებით ლიმფური კვანძების გადიდება, ეს არასოდეს არ დატოვოთ ყურადღების გარეშე, თუ მას მით უმეტეს ცხელება დაემატა, წონაში კლება, აუცილებელი არის, რომ თქვენ მიბრძანდეთ ექიმთან. არავითარ შემთხვევაში ისე არ დატოვოთ. კიდევ არის შეკითხვა უპასუხოთ მას კინოდეფიციტური ანემიის მკურნალობის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება სისხლის დონაცია. არა, თუ ანემია გაქვთ მინიმუმი 4 თვე სისხლის ჩაბარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახორციელოთ, იმიტომ რომ თქვენ ისევ მიხვალთ იმ პრობლემასთან, რაც გქონდათ. სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინი მაქვს 64, 2 წლის წინ 47. მკურნალობის გარეშე აიწია და შეიძლება ასეთ ჰემოგლობინზე იმოქმედოს კვება. ესე იგი, ანა წერს ამ კითხვას, ანა, საყვარელო. 47 ჰემოგლობინი თუ ეს იყო გრამ-ლიტრი, ეს არის კრიტიკული ანემია. უნდა განსაზღვრულიყო რა სახის ანემია იყო, ეს თუ იყო რკინოდეფიციტური ანემია, მაშინ პირველი უნდა გენახა პრობლემა რისგან იყო, თუ ეს ციკლის ფონზე იყო, უნდა გინეკოლოგთან ვიზიტი მოწესრიგებულიყო და ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო, თუ მეძუძური ქალბატონი იყავით და ძუძუს აწავებდით, მაშინ ძუძუსზე თავის განებებამ სავარაუდოდ დაგიცვათ მე ამ პრობლემის გაღრმავებისგან, მაგრამ 47 გრამ-ლიტრში ხო გეუბნებით ეს წარმოუდგენელი ამბავია. ეხლა მეუბნებით რომ გაქვთ 64, თუ ეს 64 ერთეულია, მაინც ამკურნალოა, მაგრამ თუ 64 გრამ-ლიტრია, ესეც ძალიან ღრმა ანემია და აუცილებელია ღრმა კვლევების ჩატარება. რატომ გაქვთ ეს ასეთი დაბალი ჰემოგლობინი? ეს არის რკინის დეფიციტი, B12-ის დეფიციტი, ფოლიუმის დეფიციტი, თუ გაქვთ თალასემია. რაც შეეხება კვება, კვებით ანემიის გამოსწორება ეს არის შეუძლებელი ამოცანა და შეუძლებელი საქმე. აი როგორ გითხრათ, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, არა მარტო მე ჰემატოლოგები მთლიანად ამას არ ეთანხმებიან, რომ მხოლოდ კვებამ შეიძლება ანემიის კორექცია მოახდინოს, თუმცა ხო გეუბნებით, როდესაც ჩვენ დიაგნოზს დავსვამთ, სპეციალურ დიეტას და სპეციალურ კვების რაციონს ჩვენ ავადმყოფს უნიშნავთ, რომლის გარეშეც იმ პრეპარატების ეფექტური მოქმედება წარმოუდგენელია, მაგრამ მარტო საკვებით თქვენ ანემიის კუპირება მოახდინოთ, ეს თავს ნუ მოვიტყუებთ, ასე ვიტყოდი მარტივად. არის კიდე შეკითხვები და წავიკითხავ ახლა ამას. რა კითხვებია? ეს მე მგონი დონაციას უპასუხე, ახალი კითხვებია, რკინის დეფიციტი მაქვს რამოდენიმე წელია. სამლობებმა შედეგი არ მოგცა, რა მოვიმოქმედო. ნატო წერს ამას. სავარაუდოდ რკინა დეფიციტური ანემია, ფოლიუმ დეფიციტური ანემია, ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ეს არის ანემიები, რომლებიც არის მორჩენადი. თუ თქვენ გქონდათ ეს პრობლემა, რკინის დეფიციტი და ამბობთ, რომ ვერ მორჩით, ეს ნიშნავს, რომ არ არის სათანადო მკურნალობა ჩატარებული და არ არის აღმოფხვრილი ის მიზეზი, რამაც თქვენ მიგიყვანათ რკინის დეფიციტთან. ქალბატონო ნატო, არ ვიცი, რამდენი წლის ბრძანდებით, გთხოვთ უმორჩილესად, ისევ გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, შრატის რკინა, თუ რამე პრობლემები გექნებათ, მოუგმართეთ, ჩვენ აუცილებლად აღმოვაჩენთ იმ პრობლემას, რამაც თქვენ რკინის დეფიციტი რკინა დეფიციტთან მიგიყვანათ და მერწმუნეთ, რომ ამ მიზეზის დადგენისთანავე თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და თქვენ ეს პრობლემა აღარ გექნებათ. ოღონდ იმ პირობით, რომ
თუ ვიტყვით რომ ეს არის უასილი და საოპერაციო ეს უნდა აუცილებლად გამოსწორდეს, თუ არის გასტროინტესტინალური სისხლდენა, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ, თუ შეწოვის პრობლემა, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ, თუ გინეკოლოგიური პრობლემა, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, თუ მიზეზი არ იქნა აღმოფხრილი, შედეგი არ გვექნება. კიდე არის შეკითხვები. რა შეკითხვა არის? მეტი წუთით მე მგონი კითხვები აღარა გვაქვს რამდენადაც და ჩვენი ეთერიც ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ იყავით ჩემთან ერთად, დაგვითმეთ დრო, რამდენადაც შევძელი უპასუხე შეკითხვებს. თუ ჩემი ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იყო, ძალიან მადლიერი ვიქნები. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ტელეფონის ნომერს გეტყვით, ეს არის 577-19-19. სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში არის თქვენ სამსახურში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.